ეხლა ამინდა გაგიზიაროთ ჰერას პრაქტიკა. სასურველია რომ იყოთ ფეხში შველა და იდგეთ ბალახზე, ან სახლში ხალიჩაზე. კარგია თუ კი ფანჯრებს გააღებ და ჰაერი შემოვა. ტერფები დადგეთ მხრების სიგანეზე, გაიმართეთ. კაბა უნდა გვეცვას გრძელი და გაშლილი თავისუფალი. ასეთ მდგომარეობაში ჯერ გაუღიმეთ საკუთარ გულს. შემდეგ დედამიწას. შეგძენით მადლიერება, რომ ხართ, რომ არსებობთ. და მადლობა გადაუხადეთ მიწას, დედამიწას. დედამიწა ხო ჩვენი ყველას დედაა. ეხლა შეისუნთქეთ ღრმად და წარმოიდგინეთ, რომ ტერფებიდან ისუნთქავთ. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტერფები მიწაში ღრმად გატოტვილია და შესუნთქვისას ტერფებიდან იწევთ დედამიწის წყალსა და მინერალებს, მის ენერგიასა და მის სიმდიდრეს. რამდენჯერმე ესე შეისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, როგორ ამოდის ნელ-ნელა ეს ყველაფერი. ჯერ ფესვებში, მერე ფესვების გავლით ტერფებში, მერე ამოდის წვივებში, თანთენობით ამოდის ფეხებში, ზემოთ და ბოლოს მენჯის არეში. წელს ქვემოთ, მთლიანად, მენჯის არეში. ეხლა ხელები ასწიეთ ზემოთ და გაშალეთ განზე. ჩაისუნთქეთ და ამოსუნთქვისას კუნთებს მოუჭირეთ ისე, რომ ვაგინისა და ანუსის შესასვლელი შეიკუმშოს. შემდეგ ამოისუნთქეთ და ხელები იდაყვებში, ყონდა მოხრილი და განზე გაწეული, შეერთეთ თავს ზემოთ, ხელის გულები. შემდგომ ჩაისუნთქეთ და ჩამოიტანეთ ხელები კერძის დონეზე. ამ დროს მადლიერება გამოხატეთ. შემდეგ ამოატრიალეთ ხელის გულები ისე, რომ თითის წვერები დაბლა იყურებოდეს და ჩამოწიეთ ხელები ისეთნაირად, რომ თითის წვერები დარჩეს შეერთებული, ხოლო ხელის გულები განზე გავიდეს. და ესე ხელები გეჭიროთ სწორედ, რომ წინა მხარი და ხელის მტევანი ერთ ხაზებს ქმნიდეს. და ესე წარმოიდგინეთ, თან იდაყვები ხო განზე გაქვთ და თითქოს რომბს ხატავთ ხელებით. და ეს სამკუთხედის წვერი გაქვთ დადებული ზუსტად იქ, სადაც მუცელი მთავრდება და ბოქვენი იწყება. ამ დროს ჩაისუნთქეთ. შემდეგ ამოისუნთქეთ და წარმოიდგინეთ, რომ ამ თითების წვერიდან სხივი ჩადის მიწაში. და გაუგზავნეთ მიწას კიდევ ერთხელ სიყვარული და მადლიერება. კიდევ ერთხელ ჩაისუნთქეთ და ხელები გაშალეთ აქეთ-იქით, სუსტად მხრების სიგანეზე, ხელის გულებით დაბლა. ისეთნაირად გააკეთეთ, რომ წინა მხარე და აქეთ-იქით გაშლილი ხელის გულები ქმნიდეს თითქმის 90 გრადუსს, ანუ ხელის მტევნები ასწიეთ და დაიჭირეთ მიწის პარალელურად. ამოისუნთქეთ. ეხლა ასეთ მდგომარეობაში დაიწყეთ ტრიალის საათის საწინააღმდეგოდ. დაეყრდენით თქვენს მარცხენა ფეხს, უბრალოდ თქვენს მარჯვენა ფეხს. საათის საწინააღმდეგო ხო? დაეყრდენით თქვენს მარცხენა ფეხს და მარჯვენა ფეხის გასმით ჩქარჩქარა გააკეთეთ ერთ წერტილზე, ანუ არსად არ დაიჭირეთ ამ ერთ წერტილზე, დაიწყეთ სწრაფი ტრიალი. თუ კი ენერგეტიკულად პირველ დონეზე ხართ, 3 ბრუნი.
თუ მეორე დონეზე ხართ 7 ბრუნი. თუ მესამე დონეზე ხართ 17 ბრუნი. თუ მეოთხე დონეზე ხართ 34 ბრუნი, მაგრამ 34 ბრუნით დაწყება ძალიან ძნელია და მე გირჩევდით, რომ 7 ან 17 ბრუნით დაიწყოთ ეს პრაქტიკა, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღები იქნება, რათა თავბრუ არ დაგეხვათ. შემდეგი ციფრების დასახელებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მე5-ე, მე6-ე და მე7-ეში ძალიან იშვიათად რო ვინმე იყოს, მაგრამ ისე ცნობისათვის მაინც რომ იცოდეთ, მე5-ე დონის ადამიანს ეკუთვნის 72 ბრუნი და მე6-ესაც 108 ბრუნი. მე7-ესაც ეს პრაქტიკა უკვე აღარ ჭირდება ფაქტიურად. როდესაც ამ პრაქტიკას დაიწყებთ, გაიმეორეთ ეს პრაქტიკა ყოველ დღე. იმდენი ხანი, რამდენი წლისაც ხართ. და როდესაც მორჩებით ამ პრაქტიკას, შემდეგ შეგიძლიათ ეს პრაქტიკა განაახლოთ და დაამატოთ შემდგომი საფეხურის ბრუნების რაოდენობა. ანუ თუ ეხლა ენერგეტიკულად მესამე დონეზე ხართ და ყოველ დღე 17 ბრუნს გააკეთებთ, თორემ ამ პრაქტიკას მორჩებით. შემდეგ შეგიძლიათ უკვე 34 ბრუნზე გადახვიდეთ.